Sanktsირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამღვრევად ცნო, თუმცა ის გააფრთხილეს სიტყვიერად, რაც შეეხება უშუალოდ პროცესს. გიორგი ბახუტაშვილს და მის ადვოკატს წარდგენილი ჰქონდათ მტკიცებულებად ის ეგრეთ წოდებული სკრინები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ოქმის შედგენის თარიღი და დრო არის არაზუსტი, რაც შესაბამისად ადვოკატის თქმით ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ოქმი არ არის სამართლებრივად ცნობისთვის შესაბამისი დოკუმენტი. რაც შეეხება უშუალოდ დანარჩენ პროცესზე გამოიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ორი პოლიციელი იყო მოწმედ მოყვანილი, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა დაკავების დროს, ასევე დაცვის მხარის მხრიდან იყო წარდგენილი მოწმედ ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც იმ დღეს იყო უშუალოდ გიორგი ბახუტაშვილთან ერთად და შეესწრო ზუსტად გიორგი ბახუტაშვილის დაკავების პროცესსაც, რაც შეეხება უშუალოდ კიდევ სხვა მტკიცებულებებს, წარდგენილი იყო სასამართლოსთვის, ასევე სხვა მტკიცებულებები, ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები. Sanktsირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი ბახუტაშვილი სიტყვიერი გაფრთხილებით გაფრთხილდა. Ჩემი აზრით ყინული დაიძრა. გასაგებია, რომ დამნაშავე ცნეს, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ ამ შემთხვევაში. და აუცილებლად ეს დაიძრება და ძალიან მარე ამ დროსაც გარეთ ვიხილავთ, იმიტომ რომ ესენი არიან უდანაშაულოები და რეალურად დღეს არა და ხვალ ამის აღიარება მოუწევთ. Რამდენი წელია ერთი და იგივე რაღაც ხდება, არა მხოლოდ ამ რეჟიმის პირობებში, წინა რეჟიმის პირობებშიც იგივე ხდებოდა და ეგ ახალი არ არის. როგორც იმართება ხოლმე სასამართლო პროცესები, თუ შეიძლება საერთოდ მაგას სასამართლო რო დაერქვას რაღაც იმას გავდა, რა ქვია, წოეულებას გავდა კოსტიუმირებულს, იმიტომ რომ მოსამართლე მოგზანდა აგერ უკვე რამდენად ერთი და იგივე კოსტიუმში. სიმართლე გითხრა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ შეიძლებოდა რომ ამის მოლოდინი მქონოდა და იმიტომ რომ რეალურად მაინც დამნაშავედ იცნო მოსამართლემ უბრალოდ სასჯელად არაფერი არ დამოკისრა სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ რეალური სამართლიანი სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, მაგის მოლოდინით არ მექნებოდა პირიქით აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს და ვერც ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ვერანაირი მტკიცებულებით ჩემი რომელიმე ეპიზოდში დანაშაული. არ არსებულ მოცემულობაზე იყო აწყობილი მთელი ეს საქმე. ხო და რა ვიცი, იცით როგორ შტაბილება, მაგრამ ყველა ეხა არის ყველა მძევალი. ანუ მოსამართლეს ისის ძალიან საყვარელი გოგო, რომელიც წარმოადგენდა, რავი, ყველაში ხედა ისეთი ემპათია მაქვს, რომ რაღაც დროის მერე ალბათ ამ ადამიანების თავისუფლები იქნებიან მძიმე გადაწყვეტილებების. სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა ასევე კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, რომელიც განიხილავდა საბა ქევხიშვილის საქმეს, რომელიც სწორედ 1 დეკემბერს ჯერ სასტიკაცემეს სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა, ხოლო შემდეგ ის დააკავეს და კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, აღნიშნული საქმე მოიცავს შემდეგს, რომ საბა ქევხიშვილი მივიდა პოლიციელებთან და ის აცნობდა მათ ზვიად მაისაშვილთან დაკავშირებულ კადრებს, სადაც ნაცვლად ჩანს თუ როგორ უსწორდებიან სასტიკად ზვიად მაისაშვილს სპეციალურად დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბა ქევხიშვილი სასტიკაცემეს სპეცრაზმელებმა და შემდეგ ის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, რომელიც სანქცირებული პირია ბალტიის პირაქვეყნების მხრიდან, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საბა ქევხიშვილი გაფრთხილდა სიტყვიერად. ჩემი დაკავება მოხდა 1 დეკემბერს დილის 7-ის ნახევრისთვის სამართლემ ეხა მიიღო გადაწყვეტილება სიტყვიერ შენიშვნის. Წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ამ კადრებად არის გადაღებული ჩემი არა მარტო მისვლა და საუბარი, ესე რომ ვთქვათ, პოლიციელებთან, არამედ დაკავების მომენტიც და მთელი ის პერიოდი, რა პერიოდშიც მეც იქ ვიყავი და რავი, რაც შეეხება მოწმეებზე, პირდაპირ ვიტყვი რაღაც აპრები მოყვეს, ერთმანეთის დროშიც ვერ დაეთქვენ, ადგილშიც ვერ დაეთქვენ, რომ ანუ საიდან მოხდა დაკავება. ამბობენ, რომ ამათ მაგ გასცეს ჩემი დაკავების ბრძანება და მერე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად და 40 წუთში რო დაბრუნდნენ, დავხდი ესე რომ ვთქვათ. და პატარა თვალი ქონდა ჩალურჯებული.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აპელირებდა იმით, რომ 11 საათზე თურმე ხმამაღლა მოლაპარაკეს მოუწოდები აქციის მონაწილეებით დაშლისკენ, მაშინ როდესაც საბა ქერხიშვილის დაკავების დრო არის დილის 6 საათი და 22 წუთი და სხვათა შორის ოქში ეს დროც კი არასწორად არის მითითებული იმ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლეებს სამწუხაროდ არ ყოფნით გამბედაობა, რომ საქმეებზე, სადაც არ არსებობს ერთი მხრივ მტკიცებულების დამადასტურებელი, უბრალოდ სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ მეორე მხრივ საქმეზე გვაქვს მტკიცებულება, რომელიც საპოლიციო თვითნებობას ასაბუთებს, ამ შემთხვევაში შუალედური გამოსავალი არის ხოლმე სიტყვიერი შენიშვნის შემოფარგლა. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის გამო დასანქცირებული ორივე მოსამართლე ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუაინი იხილავდნენ დღეს სასამართლო პროცესებს, სასამართლოს ხდომებს ანტირუსულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ. ორივე მოსამართლემ მიიღო ერთი და იგივე იდენტური გადაწყვეტილება და ისინი შემოიფარგლენ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით. ასეთი იყო დღეს სასამართლოს ხდომებზე განვითარებული მოვლენები. ჩვენ ვიხილეთ გიორგი ბახუტაშვილისა და საბა ქერხიშვილის საქმეები, სადაც იდენტური გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლებმა, რომლებიც დაასანქცირა ესტონურმა მხარემ სწორედ სამართლიანი სასამართლოს დარღვევის პრინციპის გამო.